პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ ფარულად დაუფლებულ ნივთებს წინასწარი შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფიდან 2 დაკავებული არასრულწლოვანია. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. სირაძის განმარტებით, ჯგუფის ლიდერი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტების გასახურდა თბილისსა და რეგიონებში მათ გადაადგილებას უზრუნველყოფდა. არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში თევდორე-მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. ამასთან დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა. სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები. სამინისტროს ცნობით დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც ნაქურდალს იბარებდნენ და შემდეგ ყიდნენ. ჩემი დედა თუ არ გადავხიო, სობია შევიდე, თორე ან ერთი ბიჭო. ეგრე უდრაზო. ჩემი დედა უაძე უყურე. 1 მეტრში დგანა, ბიჭო, მიდი მეთქი, ჩემი დედა არ გააფუტო. მე ვიყო დედა თუ აი მენა ფეხები არ დავალეჭი. პირდაპირ ალტასის გავარ, ეხლა ავტობუსი ხო გაჩერდა. აგეტილიაო. ხელებით მაჩვენე 6. გადმოვიდით გზაზე და მალე გაჭიქი მანქანაში. მალე. კაი. ბიჭო, რატო მე? რას არ იყო მაგის საშუალება. რა არ იყო, ბიჭო, სხვები შემოვიდე და მიიღე. ხო. ვინა ნუ მაძლევთ იმედებს, ჩემი დედა ცოტა დროზე არ ჩამეთქი გაიძერით. ჩემი დედა იმენა გაიძერი მეთქი უეჭველი. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერზე გაიძერი. გაიგე. ჩემი დედა თუ ხერ შემოშერ გადავამტყიო. გააგეთებინე რამე 500 ლარი მოგჭირდა. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.